გამარჯობა. ბატონი ზვიადი სამსახურშია? არა, გემოცვალე. ტერიტორია. ბატონ ზვიადს მინდა მიმართო, რატომ მფარველობს სავარაუდო დატოვეთ ტერიტორია, რა, არ შეიძლება გადაღება, გენოცვალე. ისიც არ შეიძლება სავარაუდო დამნაშავეების სპეცრაზმის რიგებში რომ განგაში შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში შაბათის ეთერის კამერის გამოჩენას მოჰყვა. ხარებას რაზმის წევრები წყობიდან 26 წლის მიშო ქავთარაძის მკვლელობის სავარაუდო თანამონაწილე სპეცრაზმელებზე დასმულმა კითხვებმა და ამ კადრებმა გამოიყვანა. ჩვენს მიერ მოპოვებულ ვიდეო მასალაში ხარებას სპეცრაზმელების მონაწილეობით ვარკეთილში მომხდარი ჯგუფური დაპირისპირება ჩანს, რომელიც 3 ადამიანის დაჭრით და 26 წლის მიშო ქავთარაძის მკვლელობით დასრულდა. 9 წუთიან უწყვეტ კადრში ის 3 სპეცრაზმელიც ჩანს, ვის თვალწინაც ახალგაზრდა მოკლეს, მაგრამ სპეცრაზმელებმა სავარაუდო დანაშაული დაფარეს. პოლიცია არ გამოიძახეს. გამოძიებას ცრუჩვენება მისცეს და ახლა ამტკიცებენ, რომ არაფერი არ დაუნახავთ. ამ სასტიკი დანაშაულიდან თვეები გავიდა, მაგრამ ძალოვანები ახლაც დაუშლები არიან და არც უფლება მოსილება შეჩერებიათ. უფლება მოსილება არ შეუჩერდათ პოლიცია სპეცრაზმელებს, ვინც დანაშაული დაფარა. სპეცრაზმელები, რომლებსაც სასტიკად მოკლული ახალგაზრდის დედა დანაშაულის ორგანიზებაში, მტკიცებულებების ფალსიფიცირებასა და ცრუჩვენებების განზრახ მიცემაში ადანაშაულებს თორნიკე გოგიძე, ოთარ მარანელი და გიორგი ხარაძე არიან. ისინი შაბათის ეთერის ინფორმაციით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმ დანაყოფში ირიცხებიან, რომელსაც რეჟიმი აქციების დასარბევად იყენებს. ოთხი თვეა ემიგრაციიდან დაბრუნებული ქალი, რომელსაც ერთადერთი შვილი მოუკლეს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და პროკურატურისგან. მკვლელობის თანამონაწილეების დასჯა სითხოვს, მაგრამ ვერაფერს გახდა. საჯარო დალაპარაკება ტრაგედიიდან თვეების შემდეგ გადაწყვიტა, რადგან აღმოაჩინა, რომ საგამოძიებო უწყებამ მტკიცებულებების სავარაუდო გაყალბების და სპეცრაზმელების მფარველობის გარდა არაფერი არ გააკეთა. ვითხოვთ მათ დასჯას, მაგრამ არანაირი პასუხი. რომ არა ისინი, ჩემი შვილი დღესოცხალი იქნებოდა. რას გულისხმობთ? თავარი მოქმედი პირები არიან ისინი. ჩემი ვარაუდით მათ მოიტანეს დანები, რომლითაც ჩემი შვილი აღარ არის, ანალოგიურად ჩემი მეუღლე აჩეხილი, ჩემი შვილის ორი მეგობარი. ფაქტურად თავარი მოქმედები ჩხუბში არიან ისინი. რას ფიქრობთ? ანუ ხელს აფარებენ ამ სპეცრაზმელებს ეს სხვა რა შეიძლება ვიფიქროთ. მე რო რაღაც დავაზიანო, ეხლა წამიყვანენ და ჩამსვამენ 5 წლით. ტრაგედია ქავთარაძეების ოჯახში 22 დეკემბერს საღამოს დატრიალდა. 26 წლის მიშო ვარკეთილში, მისივე კორპუსის ეზოში მამის თვალწინ მოკლეს. უმძიმესი ჭრილობები მიაყენეს ბესიკ ქავთარაძესაც. მას დანა 4ჯერ ჩაარტყეს და სასწაულით გადარჩა. ჩხუბის დროს დაიჭრა ქავთარაძეების 2 მეზობელიც. ისინი შეიარაღებული თავდასხმის დროს გამშველებლები იყვნენ. გამოვიძახეთ სასწრაფო. ამ დრომდე არ მოსულა. ბიჭი გვიწევს ქვემოთ და ცუდად არის. დანით არის დაჭრილი? დანაშაულის ადგილიდან სასწრაფოს და პოლიციის მისვლამდე დაჭრილები კლინიკაში თვითმხილველებმა წაიყვანეს, მაგრამ 26 წლის მიშოს გული საავადმყოფოში მისვლამდე გაუჩერდა. მკვლელობის და კიდევ 3 ადამიანის დაჭრის ბრალდებით პოლიცია მეორე დღეს სპეცრაზმელ თორნიკე გოგიძის ძმა დავით გოგიძე დააკავა. 22 წლის დავით გოგიძე ამ დრომდე ამ საქმის ერთადერთი ბრალდებულია. დათო გოგიძეზე, რომელიც დაკავებულია ჩემი შვილის მკვლელზე, მესმის, რომ პროკურატურამ გააკეთა მაქსიმუმი და ამ თემაზე ნამდვილად არ ვდაობ.
ჩემი პრეტენზია არის, რომ მაქსიმალურად დაისაჯონ ის 3 პოლიციელი. ისინიც მკვლელები არიან, ჩვეულებრივი თანამონაწილე მკვლელები. რომ არა ისინი კიდევ მკაფიოდ ვადასტურებ, ჩემი შვილი დღეს ჩემ გვერდზე იქნებოდა. საბედისწერო წუთების ათვლა მიშო ქავთარაძისთვის 22 დეკემბერს 22 საათსა და 40 წუთზე იწყება, როდესაც ის მეგობართან ერთად სახლთან ახლოს ავტომობილში ზის. შაბათის ეთერის მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, რომ ავტომობილთან ახლოს ამ დროს 3 ახალგაზრდამ ჩაიარა. მანქანიდან გადმოდის მიშოც. მოკლულის დედა გვიყვება, რომ პირველი სიტყვიერი დაპირისპირება მკვლელობაში ბრალდებულს და მის შვილს შორის ამ დროს იწყება. და რას მოყვა ეს ყველაფერი? საერთოდ არაფერს. ბიჭო, გადაძახილს, ჩემი შვილი იყო მოსული მანქანით. გადაძახა მეგობარს, ბიჭო, ამ დროს ისინი იდგნენ, იწყება კორპუსის წინ, უბრალო შელაპარაკება. ჩხუბის ხმაზე ჩადის ჩემი მეუღლე ეზოში და იქვე გვარდება. სიტყვიერად რომ მოგვარდნენ, ასე რომ ვთქვათ. კონფლიქტი ავტომობილთან რამდენიმე წუთი გრძელდება და ახალგაზრდები გზის სავალი ნაწილიდან კორპუსის ეზოში შედიან. ჩხუბის ხმა ამ დროს გაიგო მიშა ქავთარაძის მამამაც და ეზოში ჩავიდა. კადრებში ჩანს, რომ ის ახალგაზრდების დამშვიდებას ცდილობს. შაბათის ეთერის მიერ მოპოვებული მასალით დგინდება, რომ ახალგაზრდები მალევე იშლებიან და მიშო ქავთარაძეც ტერიტორიას მამასთან ერთად ტოვებს. აქ ჩხუბის პირველი ეპიზოდი მთავრდება. გადის ძმა, რომელიც რეკავს ძმასთან, მის ძმის მეგობართან, პოლიციელთან. შემდეგ იწყება, რაც იწყება. ისინი ბრუნდებიან. ბრუნდებიან, რა თქმა უნდა, ისინი ბრუნდებიან, მოყავს ეს 3 პიროვნება. არანაირი შელაპარაკება აღარ იყო. მივხვდით, აი უკვე ზურგით სახლისკენ მოდიოდნენ ჩემი მეუღლე და ჩემი შვილი და ის ზურგიდან დაეჯახნენ რა და არაფერი საქმის გარჩევა აღარ იყო. პირდაპირ დაიწყეს ადამიანების აჩეხვა. ეს კადრები კი უკვე სიტყვიერი დაპირისპირებიდან რამდენიმე წუთში 23 საათზე მოკლულის სახლთან დამონტაჟებულმა კიდევ ერთმა კამერამ გადაიღო. აქ ჩანს, რომ მამა-შვილი ქავთარაძეები უკვე სახლში ასვლას აპირებენ, როდესაც კორპუსთან მოულოდნელად ახალგაზრდების ჯგუფი ჩნდება. ვიდეო მაღალი გარჩევადობის არ არის, მაგრამ ჩანს, რომ უკვე დანით შეიარაღებული დავით გოგიძე უკან სპეცრაზმელ ძმასთან, თორნიკე გოგიძესთან და მის ძალოვან მეგობრებთან ერთად ბრუნდება. დანას ჯერ ბესიკ ქავთარაძეს ურტყამენ, სასიკვდილო ჭრილობას აყენებენ მამის დასახმარებლად მიბრუნებულ მიშოსაც. ვიდეო ჩანაწერში ისმის ხმებიც და ირკვევა, რომ ჯგუფური ჩხუბის დროს დაიჭრა კიდევ 2 პირი. სპეცრაზმელების მონაწილეობით ჯგუფური ჩხუბი წუთნახევარი გრძელდება. ვიდეო მასალაში ჩანს და ისმის ხმებიც, რომ 3 ადამიანის დაჭრის და ერთის მკვლელობის შემდეგ სავარაუდოდ სპეცრაზმელი თორნიკე გოგიძე ძმას და მეგობარ ძალოვანებს ტერიტორიის დატოვებისკენ, თვითმხილველებს კი დაჭრილების კლინიკაში გადაყვანისკენ მოუწოდებს. რამდენიმე წამში სპეცრაზმელები შეიარაღებულ ბრალდებულთან ერთად ტერიტორიას ტოვებენ. ეს ვიდეო მასალა, სადაც ყველაფერი პირდაპირ ჩანს, თვეებია საქართველოს პროკურატურას აქვს, თუმცა მოგვიანებით სპეცრაზმელმა თორნიკე გოგიძემ მის თვალწინ მომხდარი დაჭრის ფაქტი კატეგორიულად უარყო. შემთხვევის ადგილზე ყოფნა სათვალთვალო კამერების გამო ვერ უარყვეს ოთო მარანელმა და გიორგი ხარაძემ, მაგრამ ისინიც ჩვენებაში ირწმუნებიან, რომ მათ თვალწინ მომხდარი არც მკვლელობა და არც დაჭრა არ დაუნახავთ. გამოუგნებელია საქმის გამომძიებლის მიერ ჩატარებული გამოკითხვაც. ის დამაზუსტებელ კითხვებს ფორმალურადაც კი არ სვამს. ეს გარემოება კი აჩენს ვარაუდს, რომ ხარებას სპეცრაზმელებისთვის პასუხისმგებლობის თავიდან აცილება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. ამას კიდევ ერთი გარემოება ადასტურებს. ჩვენს მიერ მოპოვებული სპეცრაზმელების გამოკითხვის ოქმები იდენტურია და აჩენს განცდას, რომ ის წინასწარ შეთანხმებით დაიწერა. ჩხუბის დროს მე არავის ხელში დანა არ დამინახავს და არც ის მსმენია, რომ ვინმე დაჭრეს.
როდესაც გავიგე, რომ დათო გოგიძეს ედავებოდნენ მკვლელობას და დაიბარეს პოლიციაში, გამიკვირდა კიდეც. ადგილზე ვიმყოფებოდი, თუმცა ჩხუბში საერთოდ არ ჩავდივარ. არც დანა დამინახავს და არც არავის მკვლელობის ან დაჭრის ფაქტი. გამიკვირდა დათო რომ დაიბარეს გამოკითხვაზე. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმირებულები არ ვიყავით იქ რა მოხდა, ჩვენ ნებაყოფლობით მაინც გამოვცხადდით პოლიციაში. ჩვენ მივედით შემთხვევის ადგილზე და დაიწყო ჩხუბი, თუმცა მალევე დავტოვეთ ტერიტორია. თუმცა არც დანა დამინახავს, არც დაჭრის და არც მკვლელობის ფაქტი. ჩემი დისგან გავიგე, რომ მეორე დღეს ჩვენი ძმა მის სახლში, გორში, მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მე, გიორგი ხარაძემ და ოთარ მარანელმა არაფერი ვიცოდით, მაგრამ ნებაყოფლობით მაინც მივედით პოლიციაში. სავარაუდოდ სრუჩვენებების კოპირებული ნაწილები კი ადვოკატებისთვის მტკიცებულებაა, რომ ხარება სპეცრაზმელებს პასუხისმგებლობა განზრახა არიდეს, რადგან თუ კი აქციის დარბევაში მონაწილეებს მძიმე ბრალდებით დააკავებდნენ, ეს სისტემისთვის დიდი რეპუტაციული ზიანი იქნებოდა. მინიმუმ სამსახურებიდან უნდა იყვნენ განთავისუფლები, მაქსიმუმ რა ვიცი, ხულიგნობა, შეუტყობინებლობა, სრუჩვენება, პოლიციელები იყვნენ, ხულიგნობა, ჩხუბში ჩაერთნენ, რა ვიცი, აიღოთ ტელეფონი, შეტყობინება გაეგზავნათ, საერთოდ არ მოსულიყვნენ, მოეკიდა თავისი ძმისთვის ხელი და წაიყვანათ რანაირად შეიძლება წარმოუდგენელია 6 კაცმა ვერ დააკავა. წარმოუდგენელია, დააკავა კი არა, თვითონვე ჩაერთნენ ჩხუბში. მე რო არ მეთქვა, რომ იგი იყო უფროსი ინსპექტორი, საერთოდ არ აკეთებდნენ ამაზე აქცენტს. დღემდე ვითხოვ ამაზე კითხვებს და არ არის პასუხი. მუშაობთ და ელოდეთ. სპეცრაზმერია და ალბათ მოგეხსენებათ როგორც ხდება დღეს. თქვენ რო იყოთ ხა ჩხუბის თანამონაწილე, ესე მკვლელობის თანამონაწილე ან მე? არა, ნამდვილად. მოკლულის ოჯახი დარწმუნებულია, რომ სპეცრაზმელები საქმის ფალსიფიცირებაში და მტკიცებულებების განადგურებაშიც მონაწილეობდნენ. საქმიდან გამქრალია და გამოძიება ამ დრომდე ვერ პოულობს დანას, რომლითაც დავით გოგიძემ 3 ადამიანი დაჭრა, 1 კი მოკლა. თავად ბრალდებული ჩვენებაში ამბობს, რომ ცივი იარაღი მაშინ გადააგდო, როდესაც დანაშაულის ადგილიდან უკან სახლში ბრუნდებოდა. ჩვენ ყველა ერთად წავედით ჩემთან სახლში, მაგრამ ჩემს კორპუსში მისვლამდე გავიხადე ქურთუკი, რომლის ჯიბეშიც მედო დანა და დავაგდე ქუჩაში. კონკრეტულად სად არ მახსოვს. ამ ჩვენებით ჩნდება ეჭვი, რომ როდესაც ბრალდებულმა დანაშაულის იარაღი და სისხლიანი ქურთუკი მოიშორა, მტკიცებულებების განადგურებაში სავარაუდოდ ხარება სპეცრაზმელებიც მონაწილეობდნენ, რადგან ისინი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში თავად ადასტურებენ, რომ შემთხვევის ადგილი ბრალდებულთან ერთად დატოვეს და მის საცხოვრებელ სახლში ავიდნენ. თუმცა საქართველოს პროკურატურისთვის საინტერესო არც სპეცრაზმელების ეს ჩვენება გახდა. უთითებს, რომ სანამის სახლში ავიდო და აი ამ შემთხვევის შემდეგ ქურთუკი, რომელიც ეცვა შემთხვევის დროს, ჩაიდო დანა, რომელიც გამოიყენა კონფლიქტში, დაჭრა რამდენიმე პიროვნება, დააგდო ქუჩაში, რადგან მის ოჯახის წევრებს არ ენერვიულა და დამატებით კითხვები არ წამოსულიყო მის მიმართ. თუმცა აღნიშნულ გარემოებაზე არც ერთი სხვა პიროვნება არ უთითებს, მათ შორის არც ბრალდებულის უახლოესი გარემოცვა. მართია, გამომძიებელი ეკითხება რომელიმე სხვა პიროვნებას, ცდილობს ამ ფაქტის გადამოწმებას? აღნიშნულთან დაკავშირებით კონკრეტული შეკითხვები არ არის დასმული გამოძიებაში. აი ეს კითხვებს არ გიჩვენ? რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი კითხვის ნიშანია მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე. გომელაურის უწყება და პროკურატურა არ დაინტერესდნენ არც იმ ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებებით, როგორ აღმოჩნდნენ სპეცრაზმელები თავდასხმის ადგილას. ჩვენებაში ბრალდებული ამბობს, რომ დასახმარებლად სპეცრაზმელ ძმას დაურეკა. ძმა ამბობს, რომ მისთვის არ დაურეკავს. სპეცრაზმელი ოთო მარანელი კი აცხადებს, რომ საქმის გასარჩევად დახმარება მას ბრალდებულმა სთხოვა. მობილურ ტელეფონზე დავუკავშირდით ჩემს ძმას, რომელსაც ვთხოვე, რომ ჩხუბობდი და მოსულიყო ადგილზე. ის რამდენიმე წუთში მეგობრებთან ერთად მოვიდა. ჩემს ძმას ჩემთვის არ დაურეკავს. დაუკავშირდა ოთარს და ჩვენ ერთად მივედით შემთხვევის ადგილზე. იქნებოდა დაახლოებით 23 საათი, როდესაც ჩვენ ვარკეთილში გადავადგილდებოდით. ჩემს ტელეფონზე დარეკა ჩემი მეგობრის, თორნიკე გოგიძის ძმამ და მთხოვა, რომ სჭირდებოდა დახმარება. ჩვენ მივედით ადგილზე და დავინახეთ, რომ აგრესიული პირები ესაუბრებოდნენ დავით გოგიძეს.
მოკლულის დედა კი დარწმუნებულია, რომ მის შვილთან სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დანაშაულის იარაღი მკვლელობაში ბრალდებულს სპეცრაზმელებმა მიუტანეს, რადგან ამ დრომდე გამოძიებას არ დაუდგენია, ვის ეკუთვნოდა ცივი იარაღი, რომლითაც მიშო მოკლეს. დიდი პრობლემა ის არის, რომ ურეკავ და მოყავს პოლიციელების საქმის გასარჩევად. ღმერთმაიტის იქამდე კიდე რამდენი საქმე აქვთ ეგრე გარჩეული, ესე იმედით რომ დაურეკად, რომ იცოდნენ რომ მოვიდოდნენ. ანუ იარაღები აბა ვინ მოუტანა? იარაღს გულისხმობ ცივი იარაღს, ვინ მოუტანა? მას რო ქონოდა იქვე გამოიყენებდა. როცა შელაპარაკება ქონდათ და თუ ის სიტყვერა დაჩაგულად იგრძნო მან თავი, მაშინვე გამოიყენებდა, ხო? დანას ხარება სპეცრაზმალებთან გამოძიებას კითხვები არ გასჩენია არც მკვლელობაში ბრალდებულის მიმალვის ეპიზოდზე. არადა დადასტურებული ფაქტია, რომ მკვლელობის შემდეგ დავით გოგიძე სპეცრაზმალებთან ერთად რამდენიმე საათი იმყოფებოდა. საბოლოოდ კი ის პოლიციამ გორში მეორე დღეს დააკავა. ტერიტორიაც ერთად დატოვა. ტერიტორიად ერთად დატოვეს, კი. სახლშიც ერთად მივიდნენ. რის შემდეგ მშვენივრად უსადილია, უახშმიათ უბრალოდ. მშვენივრად დააგეგმეს როგორ უნდა ეთქვათ, რა უნდა ეთქვათ და იმის მიხედვით იმოქმედეს. გადამალეს გორში, მკვლელი და ხელი შეუწყეს. დავით გოგიძე მკვლელობიდან მეორე დღეს აიყვანეს. მიშო დაჭრიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. ანუ სპეცრაზმელებს, რომლებმაც მკვლელობას და 3 ადამიანის დაჭრას უყურეს, პოლიციისთვის მისამართად მინიმუმ რამდენიმე საათი ჰქონდა, თუმცა ეს საჭიროდ არ ჩათვალეს. რატომ არ მიმართეს საგამოძიებო უწყებას, მონაწილეობდნენ თუ არა მტკიცებულებების ფალსიფიცირებაში და რატომ დაფარეს დანაშაული? კითხვების დასასმელად შაბათის ეთერი ბრალდებულის ძმასთან, თორნიკე გოგიძესთან მივიდა. ის კამერებთან არ გამოჩნდა და არც სატელეფონო საუბარი არ ისურვა. კითხვებს არც ჯგუფური დაპირისპირების კიდევ ერთი ფიგურანტი სპეცრაზმელი გიორგი ხარაძე არ პასუხობს. ბატონ თორნიკე, ისევ მუშაობთ გდდ-ში? და ვინახავთ უკითხულობთ? სრუჩვენება რატომ მიეცით მიშო ქავთარაძის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო უწყებას, რომ თითქოს არაფერი არ დაგიწყდა? თქვენ ვინახავთ რომ ერეკვათ? მე ჟურნალისტი ვარ, თქვენ სრუჩვენება რატომ მიეცით პოლიციას? დანა თქვენ მიუტანეთ თქვენს ძმას? ბატონ გიორგი, გამარჯობა. ბატონ გიორგი, მიშო ქავთარაძის მკვლელობის მოწმე რომ ხართ, პოლიციას რატომ არ შეატყობინეთ 4 დაჭრილი რომ იყო ადგილზე და რატომ მიიმალეთ ტერიტორიიდან? როგორ მეშლება, კამერებს დაემალა ოთო მარანელიც, სპეცრაზმელი, რომელსაც საქმის გასარჩევად გაყოლა ბრალდებულმა სთხოვა, გორში ცხოვრობს. ოჯახის წევრები გვიდასტურებენ, რომ ის ჩხუბში მონაწილეობდა, მაგრამ გვარწმუნებენ, რომ დაზიანებები მიიღო და დაზარალებულია. უფლებამოსილება ხომ არ შეჩერებია თქვენ შვილიშვილს? არა. სულ დადის სამსახურში? აი ამ მკვლელობის ფაქტს რომ შეესწრო, იცით ეს ამბავი? შეესწრო. პოლიციას რატომ არ მიმართა თქვენმა სპეცრაზმელმა შვილიშვილმა, ქალბატონო? ის ხო პოლიციელია და კაცო, და ისე მომენტალურად მოხდა. მე არ ვიცი ახლა. მე დატოვა შემთხვევის ადგილი და თავში ჩაარტყეს ბოთლი, ესე იგი გათიშული იყო და გამოვიდა იქიდან. საერთოდ არაფერი არ იცის რა ხდებოდა. ანუ ვერ დაინახა 4 ადამიანი რომ მის თვალწინ დაჭრეს? არ დაუნახია. ვარ მაღლაღმე. რატო გეუბნებით რომ საერთოდ არ ყოფილა იმ დროს ის მარტო ჩხუბი იყო, ლაპარაკი იყო და გამორ კადრებში ჩანს ქალბატონო. დაზიანებებს სპეცრაზმელების სხეულზე ეძებდა გამოძიებაც, რომ როგორმე მათთვის დაზარალებული სტატუსი მიეცათ. ექსპერტიზაც ჩაუტარეს, თუმცა დაზიანება არც ერთს არ აღმოაჩნდა. ამ ექსპერტიზის დასკვნებით, რომელიც უკვე არსებობს და დადასტურებულად შეგვიძლია ვისაუბროთ, აღნიშნულ პიროვნებებს არ აღინიშნებათ ისეთი სახის დაზიანებები, რიგ შემთხვევაში საერთოდ არ აღინიშნებათ მათ დაზიანებები, მით უფრო გამოირიცხება, რომ რომელიმე მათგანი უგუნო მდგომარეობაში იყო ან თავს იცავდა რაღაც გაუმართლებელი თავდასხმისაგან, რომელიც აუცილებელს გახდიდა მათი მხრიდან ასეთი უკიდურესი ზომის დანის გამოყენებას.
საგამოძიებო უწყებას ხარება სპეცრაზმალების წინააღმდეგ ახლა პირდაპირი სამხილები აქვს, მაგრამ ისინი ხელშეუხებლები არიან. რატომ აფარებენ ხელს ძალოვანებს, ვინც გამოძიებას მინიმუმ სრულ ჩვენებები მისცეს? კითხვების დასასმელად განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში მივედით, მაგრამ აქ კამერების გამოჩენას განგაში მოჰყვა. გამარჯობა. იქნებ თქვენი წოდეთ ოთო მარანელი, გიორგი ხარაძე და ასევე თორნიკა გოგიძე ისევ დადიან სამსახურში. გარეთ როგორ გაუბრძანდა ბატონო? ამ ადამიანებმა მკვლელობის მოწმეები რომ გახდნენ გამოძიებას. გარეთ გამობრძანდა კარგი ესაუბრეთ, აქ უცხოპერთან შესმოჩაში აკრძალულია. მიშოს დედა გაჩერებას არ აპირებს. ემიგრანტი ქალი, რომელსაც ერთადერთი შვილი მოუკლეს, აანონსებს, რომ სპეცრაზმალების და მათი მფარველების წინააღმდეგ ევრო სასამართლოსაც მიმართავს. სისხლის ბოლო წვეთამდე ვებრძოლებ და მანამ იმას რაც შევპირდი მაგათ რომ ყველა დამნაშავე სასტიკად არ დაიჭება არ გავჩერდა.